ჩვენ საქართველოს რაგბის კავშირი მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც. პირველ რიგში, როგორც მეუღლისათვის და ორი ქალიშვილის მამისათვის. როგორც წინა წელს, ასევე ამ წელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას და ხვალინდელ ტესტ მატჩს ვუძღვით ბრძოლას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 10 დეკემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ასევე გეგმავთ ვეთამაშოთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს რაგბის საწვრთნელ ბაზაზე შევარდენი და ამ თამაში მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. მე მინდა მოუწოდო ყველა მამაკაცსა და ბიჭს, რომ ძალადობრივი ქცევა სიმხთალეა და დაუშვებელი. ეს პრობლემა ბუნებრივია ჩემს ქვეყანაშიც, ახალ ზელანდიაშიც არის. ვფიქრობ, რომ ყველა მამაკაცი უნდა დაფიქრდეს თავის საქციელზე. ქალთა მიმართ ძალადობა კერძო ინდივიდუალური პრობლემა არ არის. ძალადობას საზოგადოება უნდა ებრძოდეს და გმობდეს. მე ვგმობ ქალ ძალადობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა და სასიამოვნოა, რომ ქართული რაგბი ჩართულია ამ ინიციატივაში. ნულოვანი ტოლერანტულობა ძალადობის მიმართ. ყველა ფორმის ძალადობა დაუშვებელია და განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობა. წარმოუდგენელია გამართლება ჰქონდეს რაიმე ტიპის ძალადობას, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობას. Yeah.